ძველმა სპარსელებმა მას 60-ის ნაყოფი უწოდეს. მეცნიერებამ კი 40 წელი დახარჯა იმის გასაგებად, თუ რატომ იყვნენ ისინი მართლები. ამას 15 დღის განმავლობაში ყოველ დღე თუ გააკეთებთ, თქვენი ორგანიზმი ნელ-ნელა შეიცვლება. პირველი დღე, სულ რაღაც ერთი ჭიქა თქვენ სისხლს პუნიგალაგინი თავსებს. ეს ნებისმიერ ხილში არსებული ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. თქვენი უჯრედები თითქოს ამოისუნთქებენ. სულ რაღაც 1 საათში ჟანგვითი სტრესი 30%-ით იკლებს. მე-7 დღე არტერიული წნევა კლებას იწყებს, თანაც საგრძნობლად. კვლევების თანახმად ზედა წნევა 5 ნიშნულით იწევს. ეს სწორედ ის მაჩვენებელია, რომელიც 10 წლეულების მანძილზე გულს იწავს. მე-14 დღე სისხლძარღვებში რაღაც იცვლება, ნადები, ეს ჩუმი მკვლელი თხელდება. ჯონ ჰოპკინსის 3 წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, ვინც ამას არ წყვეტდა, ნადები 30%-ით შემცირდა. მე-15 დღე თქვენი ტვინი მეხსიერება საგრძნობლად უმჯობესდება. სიტყვები, რომლებთა გახსენებაც ადრე გიჭირდათ, უცებ თავისით ამოგიტივტივდებათ. მაგრამ არის რაღაც, რასაც ეტიკეტზე ვერ წაიკითხავთ. იმაზე თუ რამდენს შეიცავს ორგანიზმი, თქვენი ნაწლავის ბაქტერიებია პასუხისმგებელი. ერთი და იგივე ხილი, სხვადასხვა მიკრობიომი. შედეგი კი აბსოლუტურად განსხვავებულია. ამიტომ ორივე გამოკვებეთ. ყოველ დილით ნახევარი ჭიქა ახალი მარცვლები მიირთვით, ან 240 მილილიტრი ახლად გამოწურული წვენი. ოღონდ არასოდეს გამოიყენოთ მაღაზიის ჩამოსხმული წვენები. დააყოლეთ საჭმელს. მიეცით თქვენს ნაწლავებს მუშაობის საშუალება. სპარსელებს ეტიკეტები არ ჰქონდათ, მათ ნამდვილი ხილი ჰქონდათ. გატეხეთ და მიირთვით.